მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები კომედი არხის მაყურებელს და მივესალმები ასევე მთელ საქართველოს. მინდა გითხრათ, რომ ეთერშია საქართველოს ფანოგი. Bravo! მეც მინდა მოგესალმოთ ყველას, რა თქმა უნდა, ძვირფასო ტელემაყურებლებო, მივესალმო ჩვენ სტუდიაში დამსწრეს საზოგადოებას, ჩვენს კონკურსანტებს და წარმატებები მინდა უსურვო მათ. როგორც უკვე ვახო მოგახსენათ, ეთერშია საქართველოს ფანოგი, დღეს გვაქვს ფინალური ტური, ანუ იმ 22 მონაწილისგან, რომლებიც აქამდე მოვიდნენ, დღეს ფინალურ ტურში გადავა 14 ადამიანი. 14 რჩეული გვაქვს 14. დიახ, 14. ხოლო რაც შეეხება მომდევნო შაბათ კვირას, მომდევნო გადაცემებში, ჩვენ კვირას საღამოს 8 საათზე ამ 14 მონაწილიდან ყოველთვის დაგვტოვებს ერთ-ერთი მონაწილე ყოველ შემდეგ კვირას. რაოდენს სამწუხაროდ არ უნდა იყოს კონკურსი. მაგრამ 28-ში რა ხდება? დიახ, დეკემბრის ბოლოს ჩვენ უკვე გავარკვევთ ვინ გახდება საქართველოს ფანოგი. კარგი, ყველაფერი გავარკვიეთ ასე თუ ისე ჩემო ნიკა, მაგრამ ერთი ადამიანის გარკვევა მინდა, ჩვენ სამნი ხო ვიყავით თავიდან. რა ისმის მესამეზე სადო? ნუ როგორც ხედავთ, ჩემო კარგებო, ამ წუთში 2/3 დეჟურის წევრი ვარ წარმოდგენილი. რაც შეეხება მესამე წევრს, ქალბატონ ნინო ჩხეიძეს, რომელიც საპატიო მიზეზების გამო არ გახლავთ არ გადამრიო საპატიო მიზეზების. დიახ, საპატიო მიზეზების გამო არ გახლავთ, გასტროლზე იმყოფება. გასაგებია. და უახლოეს მომავალში ის შემოგვიერთება, მაგრამ ჩვენ ყავს კი ბატონო ღირსეული ადამიანი, რომელიც დღეს ჩვენ გვერდში დაიკავებს მესამე ადგილს. მე უბრალოდ წარმოადგენ ამ ადამიანს მის სახელს ვიტყვი და სხვას არაფერს, მას თქვენ ძალიან კარგად იცნობთ. მაშასე მივესალმოთ ზაზა კორინთელი იგივე ზუმბა. მოგესალმებით, მოგზანდით. გამარჯობა კიდევ ერთხელ ყველას. მოგზანდით ბატონო ზაზა. ვინ არ მთხოვა, არავინ არ დავსვი. ვინ არ მთხოვა? იზამდი მაგამბა. ზევიდანაც დაირეკა, მაგრამ მშვენივრად მოწყობილ ხარ. კი. ლამაზად მშვენივრად. აბა რა შეეხლა საქმეა? აბა ახლა აქ არის 22 მონაწილე, რომელიც ჩვენ წინა რამოდენიმე კონკურსიდან ავარჩიეთ, რომელიც გადის კომედი არხის ეთერში. ეს ეტაპობრივად შაბათ-კვირას 8 საათზე. ხო და ამ 22 მონაწილიდან უნდა გადავიყვანოთ ახლა 14 მონაწილე. რომელიც უკვე გადავა როგორც ფინალურ ტურში. ახსენა ფინალურ ტურში. ამიტომ დაგიძახეთ ბატონო. ზადვას ძალიან დიდი იმედი გვაქვს თქვენი. კი ბატონო, მეც დიდი მადლობა და მადლობა. ზაზას თავის ჩოხა აცვია, კაცო. რა პრობლემაა? ანდაზებზე მე გადავალ ნეილები. ჯერ საქმე ანდაზზე. საშუალებას კი მონაწილე ბატონო. გამიჯერა. კი ბატონო. და ხო შემიცვალეს მე რაღაც მაღლა ვარ. არა, დაბალაყოფილი. ეხლა მე რა მაინტერესებს? ეს 22 ადამიანი 22 ნომერს შემოგთავაზებს თუ 22 მუსიკალური ნომერი იქნება. სავარაუდოდ მუსიკალური. სავარაუდოდ. კი ბატონო. ნუ დიდი სურვილი გვაქვსო იყოს მუსიკალური. სასიამოვნო. მათ შესე რა ვიცი, შეგვიძლია, მე მგონი დავიწყოთ, ხო? კი ბატონო. დღევანდელი ფინალური ტური, ასე რომ ვთქვათ და იმედია ძალიან გაგვიჭირდება ამ 14 ადამიანის არჩევა. მე ასე ვფიქრობ მაინც და იმედია რომ ასე იქნება. ნუ მე მზად ვარ ყოველ შემთხვევაში. კი ბატონო, მეც მზად ვარ. ყველანაირად. დავიწყოთ. და აი პირველი მონაწილეც. გამარჯობათ. საქალბატონე თინათინ საბანაძე. თინათინ 12 წლის. დიახ. რამალე გადის დრო. რა საქმიანობ თინათინ? რა საქმიანობ? ღერი. არა, ცხოვრებაში. ცხოვრებაში ვსწავლობ, რავი. სწავლობს. რა პროფესიას ირჩევ მე? სამედიცინო. სასიამოვნო. ძალიან კარგი, ძალიან მიხარია ხოლმე ასეთ ადამიანების თანახმად. მე განსაკუთრებით ასაკში რაც შევდივარ მე მის უფრო. მე არა აქვს მნიშვნელობა ასაკში არ შევდივარ, მაგრამ მიხარია. თვითონ ასაკი შემოდის. ასაკი შემოდის. ნუ პირველი გამოსვლელია ძალიან რთულია, ცოტა მესმის, რომ სანამ ამიტომ ყველანაირად თქვენ გვერდში ვართ. ეხლა აქ სუშინაურები ვართ. ჩათვალე რა, ის სუშინაურები გისმენთ და თელი გულით როგორც პაპა, ბაბო. შერაც გაგიხარდება ის იმღერე. პაპა, ბაბო, ძიაი, ძალუაი, სულ ყველა. ყველანი აქა ვართ. დედაცა.
დედაცა, მამაცა. მიესალმებით დედას. კი ბატონო, გისმენთ წარმატებებს გისურვებთ. შეგვიძლია დავიწყოთ. ბროლის კოშკი ამიგე ნეკი შენი სიყვარული გავიგე მიხარო და ალიონზე მზის ხივი ეგ თვალები ძველებურად მიღიმის ასეთი ვარ აქვნა ყველა ჩემია სიყვარული მაინც ჩემი ფერია მახსოვს შენი ვაშკაცური ხელები ქვეყნად მარტო შენ ერჩეო გეველები არ წახვიდე თორემ ვიცი სხვა მოვა იმ სხვასანაც ყველაფერი გამოვა მარტო შეთან მინდა თბილის საღამო რომ მალერ სიძველებურად დაღამო არ წახვიდე თორემ ვიცი სხვა მოვა იმ სხვასანაც ყველაფერი გამოვა მარტო შეთან მინდა თბილის საღამო რომ მალერ სიძველებურად დაღამო მოდი თორემ სხვა მიმღერებს სევდიანს ჩემს სიყვარულს მაინც ვერ უშველიან მახსოვს შენი ვაშკაცური ხელები ქვეყნად მარტო შენ ერჩემო გეველები სხვას ვერ ნახავ ჩემნაირი თვალებით არ წახვიდე თორემ დაგემალები ერთად ვიყოთ სიყვარულზე ვიმღეროთ გეფიცები მე ვერ გავძებ უშენოთ არ წახვიდე თორემ ვიცი სხვა მოვა იმ სხვასანაც ყველაფერი გამოვა მარტო შეთან მინდა თბილის საღამო რომ მალერ სიძველებურად დაღამო არ წახვიდე თორემ ვიცი სხვა მოვა იმ სხვასანაც ყველაფერი გამოვა მარტო შეთან მინდა თბილის საღამო რომ მალერ სიძველებურად დაღამო თორემ ვიცი სხვა მოვა იმ სხვასანაც ყველაფერი გამოვა მარტო შეთან მინდა თბილის საღამო რომ მალერ სიძველებურად დაღამო არ წახვიდე თორემ ვიცი სხვა მოვა იმ სხვასანაც ყველაფერი გამოვა მარტო შეთან მინდა თბილის საღამო რომ მალერ სიძველებურად დაღამო ესე იგი ჩხეიძის სული აქტრიალებს. ამით მოგვანიშნა რომ აქტრიალებს მისი სული. დარეკა უკვე ვინ იმღერა ასე კარგად ჩემი სიმღერა. რა ქნა რომ სად მოვეწყეო როგორ ავა ჩავედიო? ჩავედიო კარგად თავ. მოვეწყეო? თინათინ. დიახ. მე მინდა გითხრა რომ ძალიან კარგად იმღერე. მაგრამ ფიქრობ რამოდენიმე კონკურსანტს როცა ჩვენ უთხარით წინატურებში პროექტს რომელსაც ქვია საქართველოს ფანოღი ცოტა ასაკი არ გიწყობს ხელს 12 წლის გასაგებია მაგრამ როდესაც ფინალურ ეტაპზე გადავალთ ვფიქრობ რომ ღირსეულ ფანოღებში ცოტა გაგიჭირდება იმიტომ რომ ზუსტად ისე მღერი როგორც გაქვს ნასწავლის სიმღერა ცოტა ნინო ჩხეიძის მანერებიც დავინახე მინდა. კი ბატონო, მე ბევრჯერ აქვს მუსიკალური ვიდეო ნანახი. ამიტომ არ ვიცი, მე ცოტა თავში ავიკავებდი ამ შემთხვევაში თუ ხერხული არ იქნებოდა რაღაცნაირად. თუმცა მე ვთვლი რომ ქალბატონმა თინათინმა საქალბატონო თინათინმა ძალიან კარგად იმღერა ხასიათში რაც თავარია ძალიან კარგი მეტყველი სახე გაქვს. და რა ვიცი თუმცა მე ვახოს ჯერჯერობით ვერ დავეთანხმები
ვერ დავეთანხმები, ამას გვიჩვენებს ყველაფერს მომავალი ამ წუთში ვინ როგორ იქნება, ვინ როგორ იმღერებს. მე ვთვლი რომ წეგან ზუმბამ როგორც გიждები რომ ღერიან მომავალი ექიმები. ხო, 1-15-20 წლის შემდეგ ჩვენ მღერიან და ხუმრობენ ექიმები, ჩვენ ვისხდებით პარტერში და თინათინი გამოვა იმღერებს და დაჩაჩანაკებულები ვისხდებით პარტერში. მე ერთ რაღაცას ვიტყოდი. მადლობა კიდევ ერთხელ. და ჩავინიშნე ჩემთვის. ლაღი ადამიანია ძალიან, ეს ადამიანი და ეს სილაღე მთელი ცხოვრება უნდა გაგყვეს. დიდი მადლობა და რაც შეეხება სიმღერას, სიმღერა თუ შენთვის გართობაა, ძალიან კარგად ერთობი ჩემო კარგო და თუ პროფესია ექიმობა იქნება, წარმატებებს გისურვებ მთელი გული. ამით ვერაფერი წერია. ყველანაირად. ასაკთან არანაირი შეზღუდვა არ არის, იმიტომ რომ ჩვენ პრაქტიკაში 3 წლის გენიოსიც გვინახავს და 93 წლის შესაბამისად გამოწყემელებიც. ასე რომ ასაკი არაფერს შუაში არ დიახ, ფანოღი? ფანოღზე რას გვეტყვი? 3 წლის ფანოღი ეს საერთოდ ისეთი მიმართულება არის სოფლიო ხელოვნებაში, რომ ჩვენ გამოირჩევით ქართველები ამით და ძალიან მაინტერესებს. ჭერტა შეიძლება. რა თქმა უნდა. მოგესალმებით. მოგესალმებით, ხაროდარო ნინო. წერეთელი უბრალო ბარიშვილი ნამდვილად არ არის. მე ვიცნობ თქვენ გითხეთ რამე. რომელი წერეთელი ბრძანდებით? აკაკი. არა. რომელი საწერეთლოდან? ანუ იქიდან? ჭიათურიდან. კი ბატონო. რა საქმიანობთ? პროფესიით ფარმაცევტი ვარ. ამჟამად თუმში ვარ. სამედიცინო მხარე? ხო არ გაგიგიათ, რა ვიცი, ცუდად ხო არა ვარ, ხო არ იცი. ცუდად ხო არა ვარ, ყველა მედიცინის მუშაკი რა შემოვიდა. არა, კარგია, კარგია. ბავშვობიდან ხალხურებს ღერი ვარ, საერთოდ გოგონათა მართოში ვმღეროდი. ენდე ეგრე. რა უნდა შეგვესწროთ? ეხლა შეგისრულებს ზედა წურწუმიას რად მინდოდას. კი ბატონო. აბა დავიწყოთ. მინდოდა შესახალად შემოხვდი და მიმონე შავ თვალებით დამიხვდი ჩემი გულის წუხარების ხმას მივხვდი ძნელა დამწვავს კიდევ ჯირი დამიხდი რად მინდოდა მე იმ დღის ახენამე რად გათენდა გაგიცანი შენამე რად მასმინე შენი თქმილი ენამე მომიწამლე ფიქრი გზნობას მენამე შენგან ვიწვი შენ მომეცი შველამე სიყვარულმა თხენი დამიბნელამე რად მარგუნა ბედმა ტანჯვა ყველამე სიხარული ფეხქვეშ გამითელამე რად მარგუნა ბედმა ტანჯვა ყველამე სიხარული ფეხქვეშ გამითელამე რად მინდოდა მე იმ დღის ახენამე რად მასმინე
შემიტკბილი ენა მე მომიკალი იქრი გრძნობას მენა მე შენა მე რად მასმინე შემიტკბილი ენა მე მომიწამალე ფიქრი გრძნობას მენა მე დავიწყო? ხმის ამოღები არა. არა, ბევრს არაფერს არ ვიტყვი. პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, ხო? მაღალ რეგისტრზე ტემბრაბლოკზე როგორც ასეთზე, ვერაფერს ვერ ვიტყვი. ცნობ თვითმეს. არა, ეს ნამდვილად გაქვთ. მაღალ რეგისტრში. დაბალი ბგერები ვერ გავიგე, სიმართლე გითხრა. ბარხატი იყო რა. ხო, არა, ეტყობა, მე არ მესმოდა, მე ვერ გავიგე ეტყობა. ბარხატი უნდა იყოს შენ თვითონ რო გესმოდა. ძალიან გიხარია რომ ღერი, ეს არის მთავარი აქ. ასე მგონია მე ვილაპარაკე. ხო. წარმატებულად ეს სიმღერა რატო არჩიეთ? სხვა სიმღერა მქონდა არჩეული, უბრალოდ ფონოგრამა არ იყო და რატომღაც ეს სიმღერა შევარჩიე. აი ჭირის ფონოგრამა ქვეყანაში. ცოტა რა საკმაოდ გაცილებული, ამიტომ ზემოთ მაღალი არის რა თქმა უნდა. ეგ არაფერი გამგებმა გაიგო. რატო ხარ მე რეგაცებული წამალი და რეცეპტი შეხელშია. ფარმაცევტი ხარ. არ მიყვარს სწავლების დალევა. აი, ხალხური მედიცინა სხვა რაღაცა კიდე. მადლობა. კარგი, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ძალიან კარგი იყო. გამარჯობათ. გამარჯობა. როგორ ბრძანდებით? მადლობთ, კარგად. მადლობთ ჩვენს კარგად. იღურებთ მთელი ოჯახით. ძალიან დიდი მადლობა. გაიხარეთ. ქალბატონი ინგა მიქელაძე. დიახ. თქვენ რა პროფესიით ბრძანდებით? მე საერთოდ სამედიცინო ვაკმეს დამთავრებული. საერთოდ. მე წავედი. მე წავედი სუდად დავარ. ტრამატოლოგიურში ნამუშევარი ვარ, საოპერაციო ექთანი ვიყავი, ანესთეზიოლოგი ვიყავი. მე რაღაცა პრობლემები შემექმნა და წამოვედი. გეუბნები, დღეს არის მღერია და ხუმრობენ ექიმები. ეს გადაცემა არის. ძალიან კარგია. რა უნდა შეგვისრულოთ? სიმღერა უნდა შეგისრულოთ, მითხარ სად გეცებო. კი ბატონო. ანსამბლი ლიმუზინი. დავიწყოთ შეგვიძლია. მეწმინდა სიყვარულს რომ გეთიცებოდი, უშენოდ ვერ უძლებდი, როცა გშორდებოდი. გახსოვს რომ სიყვარულს შენს მეთიცებოდი, შენს ხომ ვერ აძლებდი, როცა მშორდებოდი. სულ შენზე ვფიქრობდი, სულ მენატრებოდი, მე ჩვენ სიყვარულში ვიწოდი ვდნებოდი, შენ ჩემზე ფიქრობდი, შენს გენატრებოდი, ორივე ვიწოდით, ორივე ვდნებოდით. მითხარ სად გეძებო, მითხარ სად ახარ, მითხარ რად მაწვალებ, უგულო რად ახარ. დაშ ღრუბლებმა რაც ჩამოგვიარა, რატომ გაგვიჩინა ორივეს იარა, ბედმა რად გვარგუნა ეს მწარე ფიალა, ორივე სიმწარე რატომ გვაზიარა, დაბრუნდი რომ მერე არ იყოს გვიანა, იქნებ განიკურნოს
შეზღუში არა სულ სიტყვა შეგვესვას სიმყარე კი არა კბილი შეგვეცვალოს ეს გარე ფიალა მითხარ სად გეძებო მითხარ სად სადახარ მითხარ რად მაწვალებ უგულო რად ახარ ტაში აღარ მგონია ჩვენმა მაყურებელმა ვინმე სტაში დაუკრას დღევანდელ დღეს საკმაოდ დიდი სატაში ადგილები ჰქონდა ამ ფონოგრაფაში, ეგრეთ წოდებულ ფონოგრამაში. ძალიან გამხიარულდით შეიძლება ითქვას. არსებობს ტაშის სპეციალური ვერსია, რომელსაც ქართველები არ აღწევენ ყურადღებას. ეს არის ტაში გაგზავნით. და ჩვენ არ დავიშურეთ მთელი გულით გიგზავნეთ ყველანაირი ტაში. ჩვეულებრივად არ უკრავთ, არაჩვეულებრივი. გიხარიათ თქვენ რასაც აკეთებთ და ძალიან კარგი იქნება თქვენთან ერთად ქეიფი ალბათ. ქართული სიმღერები ძალიან მყოლა ჩვენ ოჯახში ისეთი გაზრდილება როცა ქართული ადაცაზე და ტრადიციაზე სიმღერებზე ვარ გაზრდილებ. ძალიან მოგვართ ქართული. ნაღდი ქართული მაინც სულ სხვა. რა თქმა უნდა. დიახ. გაიხარეთ. დავით, დიდი მადლობა. შევხვდებით ალბათ. მადლობა. ცოტა ხანში. მოგზავნებით. გამარჯობა. მადლობთ ჩვენს კარგად. ბატონი ირაკლი უკლება. 40 წლის 51-ის რო იყოს უფრო სტრატეგიული წელი იქნება. არა 51 წელი და უკლება. საიდან მზანდებით? საიდან მზანდებით? თბილისი. სასიამოვნოა. რა უნდა შეგვისრულოთ? ჯერ დაიხოცნენ, მე იქორწინეს. ერთი წუთი ჯერ სანამ ექიმი ხوار ხარ მითხარი პირდაპირ. არა. რა პროფესიით მზანდებით? თეატრალური დამთავრებული, სამსახური. აბა ჩვენ გავჩუმდით გადადით პირდაპირ. შეუძლია ითამაშოს ექიმი ანუ. ანუ მაინც რაღაცა არის. სადღაც რაღაცა ყოველთვის არსებობს. ვინას თქვა რომ ცხოვრების გზა დიდია საცალო ფეხო ერთი ბეწვის ხიდია ჩვენი ბედიც ამ ბეწვზე დახკიდია დღეები კი როგორ ჩქარა მიდიან როგორი ახალგაზრდა ვიყავი ცხოვრებისგან მუდამ გაურიყავი რასოდეს მიცხოვრია გლეხურად ფული მქონდა თავზე ქუდი მეხურა სიამაყე სილამაზე გაგონია მოდი ხარ და შენი არის სამყარო მიდაციდან ვარ სკოლავები მოხვედო და სულ ყველა შენს ფეხებთან დავაყარო ეს ქვეყანა ნუ თუ ისე წახდება ვერ გაიგო ამ ჩემს გულში რა ხდება მათ მევინე იქნებ როგორ გაგართო განამზე ვარ შორიდან რომ გაგათბო ვინას თქვა რომ ცხოვრების გზა დიდია საცალო ფეხო ერთი ბეწვის ხიდია
ჩემი ასაკიდან გამომდინარე მე არ ყოფილვარ ამ სპექტაკლზე. ესე ცოცხლად არ მინახავს ეს სპექტაკლი, მხოლოდ სატელევიზიო ჩანაწერები მაქვს ნანახი. ხო და რაღაც ძალიან მომეწონა ესე არტისტულად შეასრულა. კი ბატონო, მეც რა გეთახმები, რომ ეტყობა ადამიანს, რომ მსახიობური რომელ წელს დაამთავრეთ? აქვს. თეატრალური დაამთავრე 94-ში და 97-ში ასპირანტურა ვოკალში. რო კუხდა საქართველოს. კარგი ცხოვრება რა იყო. დიდი მადლობა. გაიხარეთ. დიდი მადლობა. და გისურვებთ. გიას გაუმარჯოს, გიას. როგორ ახარ? მოგესალმებით. როგორ უძნობ თავს? კარგად. რაღაც ინსტრუმენტით კი. ხედავთ ძალიან კარგია. განვითარდა. გია ბატონი არის სამხრეთ საქართველოსდან თუ არათ მახსოვს, ხო? დიახ. კონკრეტულად საიდან? ასპინძის რაიონის სოფელი ხიზაბავრა. ასპინძის რაიონიდან. სასიამოვნოა. ძალიან კარგი. თქვარი ხო არ დამშრალა იქით. მოდის კიდე. ჯერჯერობით. კარგი ბატონო. დოლზე რამდენი ხანია უკვე? დოლზე ბავშვობიდან. და სიმღერაც ასევე ბავშვობიდან. კი. საკუთარ სიმღერებს ღერით თუ? კი. ეხლა საკუთარ სიმღერა შეგუსრულებ? ეხლა საკუთარი სიმღერა არ არის, მაგრამ ეს არის ძველი სიმღერა. რომელიც ძალიან გიყვარს. კი. დაიწყეთ ბატონო. დავიწყოთ. ორი გვირა ავად მყავდა სატრფო ორი გვირა დავდიოდი მარტო ორი გვირის განმავლობის შემდეგ მე შევაღე ჩვენი სკოლის კარი ორი გვირის განმავლობის შემდეგ მე შევაღე ჩვენი სკოლის კარი ისიდგა დაფასთან მაგალით სიყვანდა შევხედე კაცითელდა მიხოდა რომ მიყვარდა ისიდგა დაფასთან მაგალით სიყვანდა შევხედე კაცითელდა მიხოდა რომ მიყვარდა ორგაკვეთის დავეს წარით ერთად ორივეზე მოწყენილი იჭდა გაკვეთილის დამთავრების შემდეგ მაწერილი დამიტოვა შუმად გაკვეთილის დამთავრების შემდეგ მაწერილი დამიტოვა შუმა წერილში ეცერა მიყვარხარ მე შენა უშენოდ ვერ გავძლებ უშენოდ მე ვერა წერილში ეცერა მიყვარხარ მე შენა უშენოდ ვერ გავძლებ უშენოდ მე ვერა წერილში ეცერა მიყვარხარ მე შენა უშენოდ ვერ გავძლებ უშენოდ მე ვერა დიდი მადლობა აი გაცხარდია რა. გია ბატონო, პირდაპირ გეტყვი რომ როგისმენდი ჩემს თვალწინ გადიოდა ფილმი, რაზეც არის ეგ სიმღერა. და მე რომ რეჟისორი ყოფილიყავი, აუცილებლად გადავიღებდი მაგ მოკლემეტრაჟიან ფილმს. მაინტერესებს ვინ არის ტექსტის ავტორი? ანუ ეს ტექსტი არ არის, ეს სცენარია პირდაპირ. კი. ძველი სიმღერაა. ერთი წუთი ახლა მკარნახობენ ყურში რომ ტექსტის ავტორი არის ავთანდილ მაგრაძე ასპინძა. ასაგები. ეგ ახლა გელასი ვინ არის ნეტა? რომლის? გელა მაგრაძის. ჩვენი კაცი იმის დათუას ქვისლი. გაიხარე შემოკარგო. გაიხარ და მადლობა რომ გიყვარს ეს. ერთი რამ მაინტერესებს, თუ მღერი სადმე წვეულებებზე, სადმე მეგობრებში, სად მღერი? სად უკრა მეგობრებში? კი. მეგობრებს მოწონთ ეს სიმღერა. ასპინძაში მხოლოდ თუ აქეთ ახალციხისკენაც გიწევს ხოლმე? რა ვიცი, რა სადაც. სადაც მოგვიხერხდება. გაიხარე, ღმერთმა სიკეთე მოგცეს და დიდი მადლობა, გაიხარეთ. ჯანმრთელად გამყოფოს. გამარჯობა. გამარჯობა. სალამი. აგე როგეუნებოთ მოვა მარიამით ხო? მოიდა. ეგ როგორი გამარჯობა იყო, იცი? ტელეფონზე რო გირეკავს ვიღაცა და რო აიღებ და რო ვერცნობ ვინ არის, ხმაზე რო ვერცნობ და გამარჯობა და კიდევ ვერიცანი და მე კიდე ხო რაღაცა ესა დიახ და ესე რომ მიდის ერთი ორი წუთი. არ არის ჯერ გამარჯობა. არა? როგორ ახარ გეუბნა? კარგად? აი ეგეთი გამარჯობა.
ეს ხუმრობით. რა უნდა გვიმღერა? მარიამ ელიაშვილის ჩვენ ახლა ერთ ურთს. ჩვენ ახლა ერთ ურთს. კი ბატონო. 16 წლის არის მარიამი, ეს მარიამის სიმღერა არჩია და სხვათა შორის ხოვრებაშვილია კიდე. გასაგებია. შენც ექიმი ხო არ უნდა გამოხვიდე? არა. გასაპირებ? მომღერლობა მინდა. მომღერლობა გინდა? სერიოზული განაცხადია. დაიწყე ბატონო. ჩვენ ახლა ერთ ურთს სიყვარულის თვალებით უმზერთ და ვინ რა იცის ვის გულში რა ცეცხლი გიზგიზებს უნდობლად დამგარა ნანა დაურის ნანადრი მზერა შეუბარბაცდი და გულიანად გადვიგიზგისე უნდობლად დამგარა ნანა დაურის ნანადრი მზერა შეუბარბაცდი და გულიანად გადვიგიზგისე რასაც ნაური გახდი ჩემთვის არ ვიცი ვინ ხარ თვალს რომ არიდებ ჩემო კარგო ხომ არასოდა მე ჩემი გზა მაქვს გადყობ შენაც დავისით მიხვარ მერე რა თუ კი სიყვარულზე გიმღერე ცოდა მე ჩემი გზა მაქვს გადყობ შენაც დავისით მიხვარ მერე რა თუ კი სიყვარულზე გიმღერე ცოდა მეტი გზა ფეხზე ტრიაბებს შევცობ თვეზე და ქანივით აგავლება რავს რას ჩადიქალა ვერაღად დროს სამატრიალე რად დამაჯერეს იყო პლუს რომ მასაკი არ აქვს რას ჩადიქალა ვერაღად დროს სამატრიალე დამაჯერეს სიყვარულს რომ მასაკი არ აქვს საიდან ბრძანდებით თქვენ? თბილისი წარმოშობით. გვარი საიდან არის? ქართლი მიწაწყალი რაღაც. ქართლი კონკრეტულად საიდან? ხაშური აჰა, რას გეუბნეოდი? ხო, ანუ თასთან შეხება არ გაქვს. თასთან არა, მაგრამ ეს ღვთის მოტივები გიყავს. კუთხეთ თვასთანაც შეხება გვერდზე როა იქითკენ. სურამისკენ რომ მიდიხარ. თასთან არის ჩანს. ხო, არა. ღვთის მოტივები უყვარს ადამიანს ჩანს ეს და ოთხკუთხედი თვა. კარგია მე რაკაცო ღვთის მოტივები. მშვენიერია ხა რაჯობია. არა, საპასუხისმგებლოა და მაგით. რატო გორჯომის ქარიც uberaws? ფანდურზეც ხარ უკრა. არა სხვათა შორის ესეთ მოტივებზე ნამღერ სიმღერას აკომპანიმენტში აუცილებლად უხდება ხოლმე ხალხური ინსტრუმენტი. აბას ცადე 1-2 აკორდის სწავლა და მე კიდე სადღაც რო შევხვდებით, კიდე იმღერე მე. ხო, მაგალითად ჭონი. რა გამოვა? არა, ფანდური პირდაპირ. არა, ჭონი. ჭუნერზე ამას რო იმღერებ? რა ვიცი, რო გიხარია სიმღერა ეს ჩანს და რამდენად შენი პროფესია იქნება, მაგას დრო გამოაჩენს. მუშაობა უნდა და არ უნდა დაიზარო და მეცადინეობა 1-2 ამბავი. რო გიხარია, კარგია, უკვე. წარმატებებს გისურვებ. დიდი მადლობა. ხალხური ინსტრუმენტი ახსენე და ფანდური ხელში დაიჭირე. ძველიან და ძველებს უთქვა. მე და შენი მოგონილი ხო არ არის? აა, ჩვენც ახლა ჩვენი მოგესალმებით, ნინო. დიახ. ძალესასწრაფო ინსტრუმენტი, როგორც ეთყობა, მეგობრებო, ისევ თაში ვართ. ბატონო, არ ჩამოსულა. და მე ჭვი მაქვს რომ აღმოსავლეთ თიანეთში. აღმოსავლეთ თიანეთი, კი. გამართლდება ნეტა ჩემი ვარავი. ნახოთ. საიდან ბრძანდები? იმერეთი. იმერეთიდან. აი ხედა მოდის ხალხი აქ. ზესტაფონის რაიონი, სოფელი ზორეთი. ზორეთიდან. მალადეს ბიძიაშე. ვაი შენგენა. რა უნდა იმღერო? რაჭოლის სიმღერა საკაურა. ეგე? მაგრამ ეს აღმოსავლეთ თიანეთი. თას მივხვდით, უბრალოდ თას მივხვდით. მხარე. მეც არ გამიკვირდა რას გამოცდა გვირაბს მეთქი? რაჭველი ყავს? განაცოთ. არა. არ ყავს. ჰე, დაიწყე მე. სადაში ჩამოთო და გზები ყაჩა ხელგილი
სახსრევი ღვინო მაქვს და არყით არ გაჟღენა თილი სახსრევი ღვინო მაქვს და არყით არ გაჟღენა თილი ვიდო მიყვარს საკაურა და ბევრი მოდის კარატოფილი ასცი შეყვარებული მყავს და მაინც არ არ გმაყოფილი ასცი შეყვარებული მყავს და მაინც არ არ გმაყოფილი რომ ჩაგიცავს მოკლე გავა და მოუმადე სიგრძესაო მამა შენი ვერ სადნახავს და ჩემისთან ასიძესაო მამა შენი ვერ სადნახავს და ჩემისთან ასიძესაო მასში ერთი ქოხი ძიმა და ხიდაშლებში აცივდაო ჩემმა გოგო მიღალა და ჩემი გული გაცივდაო ჩემმა გოგო მიღალა და ჩემი გული გაცივდაო ესეც სიუჟეტი იყო ერთგვარი. ოღონდ რაჭაში ნინო. სხვა სპინძაში გადიოდა ეს რაჭაში, ეს ფილმი. ხარ რაჭაში ნამყოფი? კი დიახ სად? ამბროლაურს ზემოთ? დავით ონისკენ არა? ამბროლაურში მოგისმენია ეს სიმღერა? იქ შესრულებით არა რაჭველების შესრულებით არა, ხო? მაგრამ რაჭველი ხასიათი იცი? მეც ვარ ამროლაურში ამყოფ ხშირად, მაგრამ მეც არ მომისმენია. ხარ რატო გეუბნები, იცი? ცოტა უნდა გაიწელოს. ხო იცი რაჭველი ხასიათი როგორია? და ცოტა მეტი ეხლა ცოტა ჩქარა იმღერე შენ ეს. ეტყობა ქორწილში მიდის ეჩქარები. ეტყობა გეჩქარებოდა, ხო? ზესტაფონში ბრუნდები? არა ხო, ცოტა რომ გაწელო და ცოტა მეტი რაჭა რო წარმოიდგინო ამ სიმღერის შესრულების ხასიათი რო წარმოიდგინო, აუცილებლად კარგად გამოგივა. იმიტომ რომ არ იტყუები ახლა რა, პირდაპირ გეტყვი, რასაც აკეთებ, სიხარულში არ იტყუები. ეს გიხარია. დღეს მოკლედ სიხარულის შეფასება. სიხარულის კი ბატონო, კი ბატონო. კაი გოგო ხარ? კარგი გოგო ხარ. მადლობა ცოტა მოქაჩე, აი მოქაჩული დაკვრა უნდა მაგას. მანიშნეთ? ხო და გამოვა რა, გაგეხარდება მშვენივრად და სხვებსაც უფრო მეტად გაეხარდება. მანიშნეთ? მადლობა მანიშნე? წარმატება მისურვეთ, ხო, მანიშნე. ხო. მოგესალმებით. მოგესალმებით, როგორ ბრძანდებით ბატონო ირაკლი? კარგად, როგორ ბრძანდებით? ადლობთ კარგად. დღეს როგორ ვართ? მომზადებული, კარგად. ცოტა ვღელავ, მაგრამ მაინც მხნედ ვარ. ცოტა მღელა. რა გაგელო, ყველა პროექტში ხარ რუსთავი ორში ნაუყავთ კიდე ღელა. ახალ სიმღერას ვწერ და ერთი ცოტა კურიერი. ნახევარი ღამე მეძინა მარტო და ცოტა მოთენთილი ვარ. რა უნდა შეგვისრულოთ? ახლა შეგისრულებთ ჩემს დაწერილ სიმღერას ვიქეიფოთ. აი, ეგ უკვე საინტერესო იქნება. არ ვიცი როგორ გავომივა. ერთი წუთი ბატონო ირაკლი შეახსენე ზაზას რამდენი სიმღერა გაქვს დაწერილი? 300-ზე მეტი მაქვს დაწერილი სიმღერა. გაიგე შენა? ზუსტად არ გახსოვს. თვლამერია უკვე რამეს უკვე არ. არა, მე მაინტერესებს 350 იქით არის თუ არა, მაგამდე არა. 50. გადაცდა. გადაცდა 320-მდე იქნება 25-მდე შეიძლება. 300 გადაცდა? 350 ჯერ არა. არა. რა გინდა, სერიოზული რეკორდია ეგა. დიდი მადლობა. და ყველა სიმღერა ჩაწერილი გაქვს? არ მაქვს ჩაწერილი. ჰიტიც აქვს, ჰიტიც. და ორი ჰიტი. რა ინსტრუმენტს იყენებთ როცა წერთ? ფორტეპიანოს უკვე. ფორტეპიანოს. დიახ. სასიამოვნოა. სინთეზატორი, Yamaha. ყველაფერი. მარტო კლავიატურა ესეთი. რაც მაქვს კომპიუტერის კლავიატურა. და სად იწერთ ამ სახში? ბატონო, სად იწერთ? როცა პროექტებში გამოდიოდი, თვითონ მიწერდა პროექტი ამ ფონოგრამებს თვითონ. ეხლა რაც უნდა იმღეროთ? ეს პროექტმა ჩამიწერა ეს სიმღერა. რომ ამ პროექტმა? დიახ, პროექტმა ჩამიწერა. ეგე? აგე, გაგიკეთებიათ რაღაცა, რა გინდა? შენ კი კაი ბატონო, დაიწყეთ. თუ შეიძლება ფონოგრამა მაღალ ხმაზე რომ მოიტანეთ ღანაწი, ჩამოასხით ღვინო, ვიქეიფოთ კარგი, დრო გავატაროთ. წლის წინაზე ერთი, კარგად მოვილხინოთ და ჩვენი გულები კვლავ გავახაროთ. წლის წინაზე ერთი, კარგად მოვილხინოთ და ჩვენი გულები
სკოლაო გავახაროთ ვიქეიფოთ გავიხაროთ გულები ნუ ვიქნებით ერთურთისგან ასე დაკარგულები ვიქეიფოთ მოვილყიდოთ გავიხაროთ გულები ნუ ვიქნებით ერთურთისგან ასე დაკარგულები დავტკბეთ ერთმანეთის ძმურის სიყვარულით და უდავთ სუფრას ღვინის ნაჟური ვაფერწელოთ ყველამ სულითა და გულით გრძნობა მეგობრული და ქალვაჟური ვაფერწელოთ ყველამ სულითა და გულით გრძნობა მეგობრული და ქალვაჟური ვიქეიფოთ გავიხაროთ გულები ნუ ვიქნებით ერთურთისგან ასე დაკარგულები ვიქეიფოთ მოვილხინოთ გავიხაროთ გულები ნუ ვიქნებით ერთურთისგან ასე დაკარგულები ვიქეიფოთ დროვატაროთ გავიხაროთ გულები ნუ ვიქნებით ერთურთისგან ასე დაკარგულები ვიქეიფოთ დროვატაროთ გავიხაროთ გულები ნუ ვიქნებით ერთურთისგან ასე დაკარგულები ჰეი დიდი მოგული ფინალი მომეწონა ძალიან. იცი როგორი სიმღერაა, რომ წაამღერებ მე, რომ გავდიხარ აქ. გეიმონო ახალწელ მასეც ბატონო? ახალწელ უკვე სიმღერას. ახალწელ. კი უკვე ახალწელ. რო პროექტი მეხმარება რომ ახლები დავწერო ფანუღური სიმღერები. ერთმა ხელი მოგიმართლა. სხვები თუ მღერიან თქვენ სიმღერებს. ფანუღურს არა, მაგრამ პრაქტიკაში თუ გაქვს რომ აი ვიღაცას ჩუქნის სიმღერა. კი, აქვს. კი იყო ესეთი შემთხვევები კი. მე პირდაპირ აი ბიჭები ჩემი მეგობრები არიან აქ და მე ვფიქრობ რომ თქვენი ჟანრიდან არის შესანიშნავად და კი ბატონო მაგ საკითხზე იმუშავებს ბატონილა ხოდა ცოტა სიტყვები შემეშალა ბუდეს გიხდით ბატონო ტექსტებიც თქვენია ა ბატონო უნივერსალური ასაული თუ გინდა ამაზე კარგს ვერაფერს ვერ ნახავ თქვენ პირდაპირ აი ამათ მოერგებათ ისეთი ჟანრი გაქვთ არჩეული ბატონო ირაკლი და წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. გაიხარეთ, დიდი მადლობა. ზაზა მადლობა. არა. ვაიმე ზაზა რო არ იყოს, აი რა გვეშველებოდა. არა, რატო უნდა იწვალო, როცა ადამიანს აგერ 300-ზე მეტი სიმღერა აქვს დაწერილი. რა თუნდა მაინც ეხლა. გამოაძროს. მოდი ხალხს ანახე რაღაცა გამოაჩინე. მოგესალმებით ბატონო პატა. სალამი, სალამი. არ მეცალა ახლოსთვის რო გურჯანო მომღერა არადროში ვერ ვეტევითო და როგორ ახლა რა ვიცი, რა როგორ ახლა ალავერდის მადლიზალი შეგეწიოთ გილოცავთ. რა ხდება კახეთში ხო არ განაც შვიდობა, ოღონდ მკვლელობა ან ცხრების. ცხრები, ენე. ხოცავე. რა გინდა რო ხნა? სამხარე მოდის ღორი დაიწყება? ხელეხები დაწყებულიო, აბა. აბა ზაუდობა როდის უწევს? ახლა ზაუდობა დაწყებილი. ზაუდ დაიწყო. გველით გაშლილი. გაიხარე. გენაცვალე. რა უნდა გვიმღერო? რა ვიცი, კარდენახი შავი რაღაცა, საკეიფო მოვნა. საკეიფო თემა. კი ბატონო, დავიწყოთ, ჰა? დავიწყოთ. საკეიფო ცხედან ძმავიჩები საიათნოა სპულბულივით გალოს ყარაჩოგელ საუსიათასი სადღებწენოს თკბილიენით ამბობს ყარაჩოგელ საუსიათასი სადღებწენოს თკბილიენით ამბობს ხვინით დოკიჩიკებით და მოკეიფები ჭებში და ჰარი ჰარალე ჩიკების და მოკეიფები ჭებში და ჰარი ჰარალე ვახო ჯარა ხდივლი დალალე ჰარი ჰარალე კეიფი ავიჩებო თქვენ გენაცვალე ხდივლი დალალე ჰარი ჰარალე
დროც ვატარო დილამდე თქვენ გენაცვალე იქ პიროსმას დაუგლია ცხვარი საიათნოაც ბულბულივით გალო მას დავლიოთ გურჯანის შავი იქნებ თეთრად გაგვიტენდეს რამე აშ დავლიოთ გარდენახიც შავი იქნებ თეთრად გაგვიტენდეს რამე ხვინით დოგიჯიგებით და მოკეიფები ჯებში და ჰარი ჰარალე Kichigabis da mokei pepi jebshi da hari harale Diuli dalale hari harale Keipi abijebot kwen genatswale Diuli dalale hari harale Drotswataro dilamde kwen genatswale Kichigabis da mokeipebi jebshi da hari harale Kichigabis da Akho genatswale Kichigabis da mokeipebi jebshi da hari harale Nikush diuli dalale hari harale Keipi abijebot kwen genatswale diuli dalale Hari harale Drots wataro dilamde tkwen genatswale Jan Jan ვერ შეშვერიტყვი აკლდა ეხლა მითხარი კაი ღვინო არაფერი არ აკლდა სიმღერას ტანინი შეუხდებოდა აქ ვიძახი ტანინიანი სიმღერა ეს იყო ტანინიანი სიმღერა დედა ერთი ზუთი ჩამომიტანე ეგ ერთი ბოთლი თან საქმე დავიბი ნიკას აყვარებია მაგრამ ნიკა ტანინს ვერ იტანსო მეც ესე მაქვს გაგებული არ უყვარს ტანინია ლიმონათი ეს ლევანდელია? მადლობა, მსხლის ყოფილა. საზოგადოებრივ თავშეყრდნებზე თალევ არ შეიძლება ამას. არა, მე ნახე როგორ ტექნიკურად არის, ძმა მსხლის არის. ხო, რა გინდა მე? მსხალი ლიმონათია. ფერი არ უწყობს ხელს თუ რა გინდა? მაგ ლიმონადს ვინდალეოს ორი დღე აიგნებ. კარგია. ესე იგი, რა შეგვიძლია უბრალოდ მადლობა უთხრათ, ბატონო. და ძალიან საინტერესო მანერა აქვს შესრულების, ალბათ ამეთანხმებით და ძალიან უხდება ჩვენ პროექტს ასეთი შესრულება ჩემი აზრით. მე ახლა მინდა გითხრათ, რომ წარმატებები მინდა გისურვოთ და რა ვიცი, ნამდვილად კარგად ვღერით იმ ყველაფერში ახუჭუჭებთ, ასაყვარლებთ, რასაც ქვია, კაი გემრიელი და რაც თავარია სიმღერას ტანინი არ აკლია. არ აკლია. გაიხარე. გაიხარე.